სასუნთქის სისტემა. ადამიანს საჭმლის გარეშე შეუძლია რამდენიმე კვირა გაძლოს, წყლის გარეშე რამდენიმე დღე, ხოლო უჰაეროთ მხოლოდ რამდენიმე წუთი. ნებისმიერი ორგანოს ქსოვილში ყოველი უჯრედისთვის აუცილებელია ენერგია, რომელიც უჯრედებში საკვები ნივთიერებების წვისას გამომუშავდება. ამ ნივთიერებების დასაწვავად ჟანგბადია საჭირო. რადგან ორგანიზმს ჟანგბადის მარაგი არ გააჩნია, ამიტომ ის გარემოდან ორგანიზმში განუწყვეტლივ უნდა შედიოდეს. სისხლი ამარაგებს უჯრედებს ჟანგბადით და მათგან ნახშირორჟანგს გამოდევნის. სისხლსა და ჰაერს შორის აირთა ცვლა სუნთქვის ორგანოებში ხდება. სუნთქვის ორგანოთა სისტემას შეადგენს გულმკერდის ღრუში მდებარე ფილტვები და ჰაერგამტარი გზები, ცხვირის ღრუ, ცხვირხახა, ხორხი, ტრაქეა და ბრონქები. ჰაერგამტარი გზები იწყება ცხვირის ღრუთი. ცხვირის ღრუ ხრტილოვანი ძგიდით ორ ნესტოდ იყოფა. ნესტოების ზედაპირი ლორწოვანი ეპითელითაა ამოფენილი. ლორწოვანი გარსი, რომლითაც ამოფენილია ცხვირის ღრუ, უხვად არის მომარაგებული წამწამებით, სისხლძარღვებით და ლორწოს გამომყოფი ჯირკვლებით. ლორწო შეიცავს ბაქტერიოციდულ ნივთიერებას და ამიტომ ის არა მარტო აკავებს მიკრობებს, არამედ აუვნებლებს კიდეც მათ. ეპითელის უჯრედების გამონაზარდები, წამწამები სწრაფად, ძლავრად და განუწყვეტლივ ირხევა ცხვირის გასასვლელისკენ და ლორწოზე მიკრულ მტვერსა და მიკრობებს გამოდევნის გარეთ. ცხვირის ღრუში ჰაერი სუფთავდება მტვრისგან, თბება და ტენიანდება. ცხვირში ყნოსვის რეცეპტორებია. ამიტომ ცხვირით სუნსაც შევიგრძნობთ. მტვრისა და ბაქტერიებისგან გაწმედილი, დატენიანებული და გამთბარი ჰაერი ცხვირხახაში. ხოლო შემდეგ კი ხორხში გადადის. ხორხს ძაბრის ფორმა აქვს. რომლის კედლები რამდენიმე ხრტილისგან არის წარმოქმნილი. საჭმლის გადაყლაპვის დროს ხორხის შესასვლელი იხურება ხრტილოვანი ელასტიური ხორხსარქველით. ხორხის ხრტილებს შორის მოთავსებულია ლორწოვანი ნაოჭები, ბგერი იოგები. ბგერი იოგებს შორის სივრცეს ყია ეწოდება. ამოსუნთქვისას ბგერი იოგების რხევა წარმოქმნის ბგერას. როცა ადამიანი დუმს, ბგერი იოგები ერთმანეთს შორდება და ყია ტოლფერ და სამკუთხედს გავს. ხორხიდან ჰაერი სასულეში ანუ ტრაქეაში გადადის. რომელსაც მილის ფორმა აქვს. მისი წინა კედელი ერთმანეთთან იოგებით და კუნთებით დაკავშირებული ხრტილოვანი ნახევარგოლებისაგან შედგება. უკანა რბილი კედელი საყლაპავ მილს ეკვრის და საჭმლის გატარებას ხელს არ უშლის. ეკვრის საყლაპავს. ტრაქეა იტოტება ორ ბრონქად. მარჯვენა და მარცხენა ბრონქად.
რომლებიც მარჯვენა და მარცხენა ფილტვში შედიან. სადაც უფრო წვრილ ბრონქებად, ბრონქიოლებად იტოტებიან. ხესავით იტოტებიან უფრო წვრილ ბრონქიოლებად. თითოეული მათგანი საბოლოოდ ბოლოვდება საჰაერო ბუშტუკით, ალვეოლით. ფილტვი შეგვიძლია შევადაროთ ყურძნის მტევანს, სადაც ტოტები, ბრონქები და ბრონქიოლებია, ხოლო მარცვლები ალვეოლები. ალვეოლებს გარს კაპილარების ხშირი ქსელი აკრავს. ალვეოლების და კაპილარების კედლები ერთშრიანი ეპითელითაა აგებული. გასდაცვლა სწორედ ამ თხელ კედლებს შორის ხდება. ყოველ ფილტვში 300-350 მილიონი ბუშტუკია. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა რიტმულად ენაცვლება ერთმანეთს და უზრუნველყოფს ფილტვებში ჰაერის გავლას, მათ ვენტილაციას. ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის მონაცვლეობას მოგრძო ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრი აწესრიგებს. სუნთქვის ცენტრში რიტმულად აღმოცენდება იმპულსები, რომელიც ნერვებით გადაეცემა ნეკნთაშუა კუნთებსა და დიაფრაგმას. გამოიწვევს მათ შეკუმშვას, ნეკნები აიწევს, დიაფრაგმა დაიწევს, ბრტყელდება. ეს იწვევს გუმკერდის ზღვრს გაფართოებას. ფილტვები გუმკერდის მოძრაობას ახვდება. ხდება ჩასუნთქვა. შემდეგ ნეკნების კუნთები და დიაფრაგმის კუნთები დუნდება. დიაფრაგმა ისევ თაღოვანი ხდება. გუმკერდის ზღვრს მოცულობა მცირდება. ფილტვები იკუმშება და იქიდან იდევნება ჰაერი. ხდება ამოსუნთქვა. ასე ხორციელდება მშვიდი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. გარეგან სუნთქვასთან ერთად გასდაცვლა მიმდინარეობს ფილტვებსა და ქსოვილებში. ქსოვილებში მიმდინარე გასდაცვლას შინაგანი სუნთქვა ეწოდება. გასდაცვლა ფილტვებსა და ქსოვილებში ხორციელდება სისხლის მიმოქცევის 2 წრის მეშვეობით. ფილტვის ყველა ალვეოლი შეფუთულია კაპილარული ქსელით. კაპილარებისა და ალვეოლების კედლები ძალზე თხელია და მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს. გულიდან ვენური სისხლი, სისხლის მიმოქცევის მცირე წრით ფილტვის კაპილარებში მიდის. ის ღარიბია ჟანგბადით და მდიდარია ნახშირორჟანგით. ფილტვის ალვეოლებში კი პირიქით, ჰაერი მდიდარია ჟანგბადით, ხოლო ნახშირორჟანგი მასში პრაქტიკულად არ არის. ამიტომ დიფუზიით ჟანგბადი ალვეოლიდან გადადის სისხლში, სადაც ერითროციტების ჰემოგლობინს უკავშირდება. ამავე მიზეზით კაპილარული სისხლიდან ნახშირორჟანგი შეაღწევს ფილტვის ალვეოლებში. ასე გარდაიქმნება ფილტვის წრეში ვენური სისხლი არტერიულად. ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი მიიტანება ყველა ქსოვილამდე, რომელთა უჯრედებში ჟანგვის პროცესში გამუდმებით ხდება ჟანგბადის ხარჯვა, ხოლო ნახშირორჟანგი ქსოვილურ სითხეში გამოიყოფა. ამიტომ კაპილარებით მოტანილი ჟანგბადი არტერიული სისხლიდან ქსოვილურ სითხეში, შემდეგ კი უჯრედებში ადვილად გადადის. ნახშირორჟანგი კი ქსოვილური სითხიდან სისხლში შეაღწევს. ამრიგად ქსოვილებში არტერიული სისხლი ვენურად გარდაიქმნება. გასდაცვლისთვის აუცილებელია ალვეოლების მუდმივად მომარაგება ჰაერის ახალი ნაკადით.
ამიტომ სასუნთქი ციკლი, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა უწყვეტი პროცესია.